ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორია განვითარების 8 ეტაპზე საუბრობს, რომელიც ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა განვლოს დაბადებიდან გარდაცვალებამდე. თითოეულ ეტაპზე ჩვენ სხვადასხვა საჭიროებებს ვაწყდებით. ახალი კითხვები გვებადება და ახალ ხალხს ხვდებით, ვინც ჩვენს განათლებასა და ქცევებზე ახდენენ გავლენას. პირველ ეტაპს ეწოდება ნდობა-უნდობლობის საპირისპიროდ და 2 წლის ასაკამდე გრძელდება. ახალშობილებს უჩნდებათ შეკითხვა შეუძლიათ თუ არა, რომ ენდონ სამყაროს და არის თუ არა ის უსაფრთხო. ჩვენ ვსწავლობთ, რომ თუ ახლა შეგვიძლია ვინმეს ვენდოთ, მაშინ სხვების ნდობაც შეიძლება მომავალში. თუ შიშს განვიცდით, მაშინ ეჭვები და უნდობლობა გვიმითარდება. ჩვენი განვითარების მთავარ წერტილს ჩვენივე დედა წარმოადგენს. მეორე ეტაპია ავტონომია სირცხვილისა და ეჭვების საპირისპიროდ და 2-დან 4 წლის ასაკამდე მიმდინარეობს. ადრეულ ბავშვობაში ჩვენს არსებობას ვიაზრებთ და ვიკვლევთ საკუთარ სხეულებს. ვსვამთ შეკითხვას, კარგია ვიყო საკუთარი თავი. თუ შევძლებთ საკუთარი თავის აღმოჩენას, მაშინ თავდაჯერებულიები ვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში სირცხვილსა და ეჭვებს განვიცდით. ამ ეტაპზე ორივე მშობლის როლი მნიშვნელოვანია. მესამე ეტაპია ინიციატივა დანაშაულის გრძნობის საპირისპიროდ და 4-დან 5 წლამდე მიმდინარეობს. სკოლამდელები გამოხატავენ ინიციატივებს, იღებენ ახალ გამოცდილებებს და სწავლობენ ბაზისურ რამეებს, მაგალითად როგორ ტრიალებს მრგვალი საგნები. საკუთარ თავს ეკითხებიან, კარგია იმის კეთება, რასაც ვაკეთებ, თუ წახალისებული იქნებიან, მათ შეუძლიათ გაყვნენ საკუთარ ინტერესებს. თუ შეგვაჩერებენ და გვეტყვიან, რომ რასაც ვაკეთებთ სისულელეა, მაშინ დანაშაულის გრძნობა გვიყალიბდება. ამ ეტაპზე მთლიანი ოჯახისაგან ვსწავლობთ. მეოთხე ეტაპია გულმოდგინება არასრულფასოვნების საპირისპიროდ და 5-დან 12 წლამდე მიმდინარეობს. ახლა საკუთარ ინტერესებს აღმოვაჩენთ და ხვდებით, რომ სხვა ადამიანებისგან განსხვავდებით. გსურს მათ ვაჩვენოთ, რომ რაღაცეების სწორად კეთება შეგვიძლია. ვსვავთ კითხვას, თუ შეგვიძლია სამყაროს თავი გავართვათ. თუ ჩვენი თანატოლები ან მასწავლებლები გვამჩნევენ, მაშინ შრომის მოყვარე ვხდებით. თუ პირიქით უარყოფით უკუ რეაქციას ვიღებთ, მაშინ თავს არასრულფასოვნად ვგრძნობთ და ვკარგავთ მოტივაციას. ახლა სკოლა და სამეზობლო ჩვენზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. მეხუთე ეტაპს ეწოდება იდენტურობა როლური დაბნეულობის საწინააღმდეგოდ და 13-დან 19 წლამდე გრძელდება. ამ ასაკში ვსწავლობთ, რომ განსხვავებული სოციალური როლი გვაქვს. ვართ მეგობრები, სტუდენტები, შვილები და მოქალაქეები. ბევრი ადამიანი იდენტობის კრიზისს განიცდის. თუ მშობლები ნებას გვთავენ გავიეთ სამყაროში და აღმოვაჩინოთ ის, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ საკუთარი იდენტობა. თუ მშობლები გვაიძულებენ მათ ხედვას დავექვემდებაროთ, მაშინ როლურ დაბნეულობას განვიცდით და თავს დაკარგულად გრძნობთ. ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი თანატოლები და კუმირები არიან. მეექვსე ეტაპს ეწოდება სიახლოვე იზოლაციის საპირისპიროდ და 20-დან 40 წლამდე მიმდინარეობს. როგორც ახალგაზრდა ზრდასრულებს ჩვენ უკვე გვესმის ვინ ვართ და ნელ-ნელა ვიწყებთ ძველი ურთიერთობების გაშვებას, რომლებსაც სიტუაციებზე მოსარგებლად ვაშენებდით. ვეკითხებით საკუთარ თავს, თუ შეგვიძლია შეყვარება და თუ შეგვიძლია ხანგრძლივი ურთიერთობის შექმნა, თავდაჯერებულები და ბედნიერები ვართ. თუ ახალ ურთიერთობებს ვერ ვაყალიბებთ, შესაძლოა თავი იზოლირებულად და მარტოსულად ვიგრძნოთ. ამ ეტაპზე ჩვენს განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მეგობრებსა და პარტნიორებს ენიჭებათ. მეშვიდე ეტაპს ეწოდება გენერალურობა სტაგნაციის საპირისპიროდ და 20-დან 40 წლის ასაკამდე მიმდინარეობს. 40 წლის ასაკში მეტად კომფორტულად ვგრძნობთ თავს, თავისუფალ დროს კრეატიულად ვიყენებთ და შესაძლოა საზოგადოებასაც მეტად დავუდგეთ გვერდში. ჩვენი მთავარი საფიქრალია გენერალურობა. ფიქრობთ, რომ თუ შეგვიძლია მომავალი თაობა დავტოვოთ ამ სამყაროში, მაშინ ბედნიერები ვართ. თუ კონფლიქტური საკითხები აქამდე არ გადაგვიჭრია, პესიმისტურები და უმოძრავები ხდებით. ახლა ჩვენს განვითარებაზე ყველაზე დიდ გავლენას ჩვენს სახლსა და ოჯახში მყოფი ხალხი ახდენს. მერვე ეტაპს ეწოდება ინტერაქცია სასოწარკვეთის საპირისპიროდ და 65 წლიდან გარდაცვალებამდე მიმდინარეობს, როდესაც მოხუცდებით, ვიწყებთ შენელებასა და საკუთარი ცხოვრების გადახედვას. ვსვამთ კითხვას, როგორ გამომივიდა. თუ ვფიქრობთ, რომ ცხოვრება კარგად განვლეთ, კმაყოფილებასა და მთლიანობას ვგრძნობთ, ხოლო თუ ეს არ გამოგვივიდა, მაშინ გვეშინია და უხასიათონი ხდებით. დროა საკუთარი თავი შევადაროთ ადამიანთა მოდგმას. ერიკ ერიქსონი გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი გახლდათ, ვინც თავის მეუღლესთან, ჯონთან ერთად ცნობილი გახდა ნაშრომებით ფსიქოსოციალური განვითარების შესახებ. მათზე გავლენა სიგმუნდ და ანა ფროიდებმა იქონიეს. მათ აღიარება მოუტანა იდენტობის კრიზისის ცნების შემოტანამაც. მიუხედავად იმისა, რომ ერიქსონს ხარისხი დაცული არ ჰქონია, ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტებში პროფესორად მუშაობდა. ვიდეოს ტექსტი თარგმნა ლიზი მეჟდოიანმა და გახმოვანებულია Microsoft-ის ამეტყველებლის მიერ.